ესენი გახლავთ გაგრა, საფეხბურთო კლუბ გაგრას გულშემატკივრები და გორის დილას გულშემატკივრია. ოლა ის ზამან ფილმი. ეს თუარსები უნდა იყოს ანდრეს ესკობარი. საფეხბურთო ომად წოდებული. არა, ქვეყანა უნდა დავაჭრო. არა, უკრაგელი ვერ გაიხსენეთ. მესმოდა რომ გვარს ვერ ვიხსენებო. მოგესალმებით ყველას. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მორიგ მეორე სეზონის მორიგ მერვედფინალურ შეხვედრას. მე თავიდანვე გეტყვით, რომ ჩვენი ამ სეზონის გამარჯვებული წყვილი გაემგზავრება სლოვაკეთში ივნისის თვეში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. და მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი მერვედფინალური შეხვედრის მონაწილეები, ესენი გახლავთ გაგრა, საფეხბურთო კლუბ გაგრას გულშემატკივრები და გორის დილას გულშემატკივრები და მივყვეთ ნელ-ნელა გაგრა, კახა ფაჩუაშვილი და მურთაზ საბუტაშვილი. მოგესალმებით, ბიჭებო, როგორ ხართ? კარგად, თავად. მადლობა, კარგად. თქვენ შარშან თამაშობდით წინა სეზონში. მოგენატრეთ? აბა როგორი გამოცდილება იყო შარშანელი სეზონის? საინტერესო თამაში იყო, მოვიგეთ პირველი, რაც უპირველად რომ მოვედით. და მე ვინც მოგონ ფინალი ითამაშა და შესაბამისად ამ ძლიერ გუნდთან გამოვეთიშეთ და დღესაც რა ვიცი. საკმაოდ ძლიერი გუნდებია, წლევანდელ სეზონში უფრო კარგი გუნდებია და გაცილებით უფრო მაგარი სეზონი არის, მიუხედავად რომ შარშანდელი სეზონი ძალიან კარგი იყო. წელსაც ისეთი საკმაოდ საინტერესო ამბები გველის წინ. წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა. გორის დილა ჩვენთან მონაწილეობდა შარშან, მაგრამ წელს განახლებული შემადგენლობით არის წარმოდგენილი. უშან გრუხაძე და დავით ჭინჭარაული. მოგესალმებით, ჩვენ როგორ ხართ? კარგად. რა ხდება თქვენსკენ, როგორ მიდის ამბები? კარგად, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად. გორის დილაში რა ამბებია? არის რა, მიდის მუშაობა. ძალიან კარგი. წინა სეზონს თუ ადევნებდით თვალყურს და როგორი შტაბეჭდილება დაგჭათ, როგორი განწყობით ხართ მოსულები? ძალიან მოგვეწონა და ჩვენც მოგვინდა თამაში და კი ბატონო, წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა თქვენც. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ, მე გეტყვით რომ ესე იგი პირველი ტური გახლავთ უცხოური ტური. თითო სწორ პასუხზე არის თითო ქულა და შესაბამისად სულ გვაქვს 5 შეკითხვა, შესაბამისად პირველ ტურში გათამაშდება 5 შეკითხვა. პასუხები არის დასწრებაზე, როგორც კი ჩათვლით რომ პასუხის მზადხარ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს და მხოლოდ ამის მერე უპასუხოთ და თუ არასწორი იქნება რომელიმე გუნდის პასუხი, მეორე გუნდს აქვს საშუალება რომ ბოლომდე მოისმინოს შეკითხვა და მერე გასცეს კითხვაზე პასუხი. მას ასე შეგვიძლია დავიწყოთ და უცხოური ტურის პირველი შეკითხვა. მანჩესტერ იუნაიტედმა ეს უელსელი თავდამსხმელი სერ ალექს ფერგიუსონის მოთხოვნით შეიძინა 1988 წელს. მის სადებიუტო სეზონში კლუბი მე-11 ადგილზე გისმენთ, გორის დილამ დააჭირა მარკ ჰიუზი. მარკ ჰიუზის სწორი პასუხია. კლუბ გადახდები, ხო, იმიტომ რომ თავიდან რაღაც გიგზე წავედი, მაგრამ ნამეტანი ადრე გამოვიდა და ხო, ჰიუზი თამაშობდა მანჩესტერში და. კი ბატონო, სწორი პასუხია, ნამდვილად მარკ ჰიუზი და 1-0 დაწინაურდა გორის დილა გილოცავთ თქვენს პირველ ქულას ჩვენს თამაშში. მეორე შეკითხვა. 2003 წელს, როცა პირველად გამოავლინეს ევროპის საუკეთესო მოთამაშე 21 წლამდელთა შორის, მთავარი პრიზი ამ ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მოიგო. მაშინ ის ამსტერდამის აიაქსის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. წლების შემდეგ ჰამბურგში, რეალსა და ტოტენჰემ ჰოტსპურში ითამაშა. დაასწრო, ისევ გორის დილამ დაასწრო, აქეთაც იყო მცდელობა, მოვუსმინოთ თქვენს პასუხს. ეს უნდა იყოს რაფაელ ვანდერვარტი. რაფაელ ვანდერვარტის სწორი პასუხია. თქვენს ვანდერვარტს აპირებს და დაგასწრეს აბსოლუტურად. ჰამბურგზე. ხო, კი ბატონო. ხო, ჰამბურგი და ტოტენჰემი. რა, ვეღარ დავასწრებ. არა უშავს, ძალიან ბევრი კითხვაა წინ, ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ არის 2-0 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. მადრიდის რეალის ეს ყოფილი ფორვარდი, ლეგენდარული ბასკის ტელმო სარას შემდეგ მეორეა, რომელიც ზედიზედ 5 ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. რაული. არ არის რაულის სწორი პასუხი, არ არის რაული, თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე მოусმინოთ. არ გეგონოთ რომ კრისტიანო რონალდუზია საუბარი, ეს თავდამსხმელი მექსიკელია და 1999 წელს მექსიკის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით მექსიკის მე-20 საუკუნის ნომერ პირველ სპორტსმენად აღიარეს.
თუ მსოფლიოს 86 წლის ჩემპიონატი კარგად გახსოვთ, ისიც გებახსოვებათ, რომ ეს ფორვარდი ბასკეთელთა ნაკრების მთავარი ვარსკვლავი იყო. უგო სანჩესი. უგო სანჩესის ორი პასუხია. ხო, აი იქ არის ცოტა მე ვიქამდე. მექსიკა ახსენე უგოს. კი ბატონო, 3-0 ანგარიში. შემდეგი შეკითხვა. ეს ბრაზილიელი, რომელიც 1994 წელს დაასახელეს სამხრეთ ამერიკის წლის ფეხბურთელად, რამდენიმე საოცარი რეკორდის მფლობელია. მე მხოლოდ ორს გეტყვით. პირველი ისა, რომ მან ყველაზე მეტჯერ 142 ჯერ ითამაშა ბრაზილიის ნაკრებში. ისევ გორის დილამ დაასწრო? კაფუ. კაფუ არის სწორი პასუხი. კი ბატონო, კაფუ გახავთ რეკორდსმენი ბრაზილიის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩით 4-0 ანგარიში და უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. ეს გუნდი ჯერჯერობით ერთადერთი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც ბრაზილიას 2 თამაში მოუგო FIFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე. ნიგერია. არ არის ნიგერია სწორი პასუხი. თქვენ გაქვთ შანსი კიდევ. სოფლიოს 5-გზის ჩემპიონი პირველად FIFA-ს კონფედერაციათა თასის გათამაშებაში დაამარცხა, მეორედ კი სოფლიო ჩემპიონატზე. თან ერთნაირი ანგარიშით 1-0. ამ გუნდს საქართველოს წინააღმდეგას უთამაშია სოფლიოს 2000 უთამაშია. სოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის წინ ავსტრიაში გამართული ამხანაგური მატჩი 0-0 დასრულდა. ეს გუნდი, რომლის მეტსახელია მოუთვინიერებელი ლომები, სოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენად იქცა, რადგან მეოთხედფინალში გავიდა და სულ ცოტა დააკლდა ინგლისთან გამარჯვებამდე. კამერუნი უკვე ათელი იყო. კამერუნი. აი, ბოლომდე თუ მოусმენ კი ვინ გაცლის? თუ მოусმენ, მე აღარ გაცლია. მე აღარ გაცლიან. მაშ ასე პირველი ტურის შემდეგ ანგარიშია 5-0, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ჯერ ყველაფერი ძალიან წინ არის, იმიტომ რომ იყო შეხვედრები, როდესაც ბოლო ტურის წინაც კი 5-ქულიანი სხვაობა აღმოიფხრა, ასე რომ ჯერ წინ არის ყველაფერი, შემდეგი ტური გახლავთ ფოტო ტური. შესაბამისად თქვენ არ მოდუნდეთ. ფოტო ტური, ესე იგი პირველი ფოტო იქნება, ესე იგი ცნობილი ფეხბურთელის 3/4-ზე ფოტო იქნება. უნდა გამოიცნოთ რომელი ფეხბურთელია ეს. გამოჩნდება ფოტო და ისევ დასწრებაზეა, ვის პირველი დააჭერს, ხოლო ამის შემდეგ მიიღება პასუხი. წამოყვირება იქამდე არ იყო სანამ არ აინთება. მაშ ასე პირველი ფოტო. გორის დილამ დაასწრო ისევ. ეს თუ არ ვსები უნდა იყოს ანდრეს ესკობარი. კი ბატონო, ეს არის ანდრეს ესკობარი, კი ბატონო და 6-0 ანგარიში. შემდეგი ფოტო გახლავთ საერთაშორისო მატჩიდან. საერთაშორისო მატჩი იქნება ან ევროპის ჩემპიონატის, ან სოფლიო ჩემპიონატის. უნდა თქვათ მხოლოდ და მხოლოდ ის გუნდები, რომლებიც ამ ფოტოზე არიან, ან რომელი გუნდები თამაშობდნენ ამ მატჩში. ისევ გორის დილამ დაასწრო. ეს უნდა იყოს უკრაინა შვედეთი. 2012. კი ბატონო, სწორი პასუხია. უკრაინა ვიცანი, მაგრამ ის მეორე ამ თამაშზე ვარ დაუყოფი და იმიტომ. მართლა? კი, ამ თამაშში გაიტანა 2 გოლი ანდრეი შევჩენკომ და ის ბოლო 2 გოლი იყო ნაკრებში. ფერებით თქვი მეთქი. ის ოლოფ მელბერგია 3 ნომერი თუ არ ვსწრებ. კი ბატონო. ესე იგი 7-0 გახდა ანგარიში და უკვე შემდეგი შეკითხვა უკვე წავიდა ქართული ტური და შემდეგი შეკითხვა უკვე იქნება ქართულ თემატიკაზე და არის ორქულიანი. მაშ ასე ქართული ფოტო. რომელი ნაკრების წინააღმდეგ თამაშობს საქართველოს ნაკრები? ჩანს ისევ გორის დილამ დაასწრო. ეს უნდა იყოს ლოკომოტივის სტადიონია. და ლოკომოტივის სტადიონზე ვეთამაშეთ ეგვიპტის ნაკრებს, რაღაც ეგვიპტის. აჰა, ანუ ესე იგი სკამების მიხედვით მივხვდი რომელი ნაკრები იყო და ფორმით ვერ გაიხსენე. სტადიონი კი მივხვდი, მაგრამ ეს კაცი ეს ვეღარ ვიცანი. კი ბატონო, ეგვიპტის ნაკრების სწორი პასუხია და კიდევ ორი ქულა თქვენ. 9-0 ანგარიში. 9-0 ანგარიში მეგობრებო, გული არ გაიტეხოთ წინ. ეხა უკვე მოდის სულ ორქულიანი შეკითხვები არის ქართულ ფეხბურთზე, ასე რომ ყოჩაღად ქართული ტური პირველი შეკითხვა. ეს ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში რიგით მე-10 კაპიტანია. სამკლავური პირველად და ერთადერთხელ 2001 წლის მაისში აზერბაიჯანთან 1-0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო. მაშინ ის ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა. ისევ გორის დილამ დაასწრო. ირაკლი ზოიძე. ზოიძე სწორი პასუხია. კი ბატონო, სწორი პასუხია ირაკლი ზოიძე და 11-0 გახდა ანგარიში. შემდეგი შეკითხვა. ეს თავდამსხმელი თბილისში დაიბადა 1960 წელს. თუმცა კარიერის საუკეთესო წლები ლანჩხუთის გურიასა და ქუთაისის ტორპედოში გაატარა. კორღალიძე. კორღალიძე სწორი პასუხია. რაღაც შეუცვლელი გუნდია.
გორის დილა. 13-0 ანგარიში. შემდეგი შეკითხვა. ეს ფეხბურთელი პირველია, რომელმაც თბილისის დინამოს პირველი გოლი გაიტანა საერთაშორისო მატჩში 1954 წელს ირანში. წლების შემდეგ მისი ძალიან საინტერესო წიგნიც გამოიცა. ბურთით 9-მთა სიქით. ისევ გორის დილა. ავთანდილ ღოღობერძე. ბასა ღოღობერძე სწორი პასუხია. კი ბატონო, ძალიან საინტერესო ფილმიც ჰქონდა, აკამორჩილა და სერიები უბრალოდ მის წიგნზე. წიგნი ძალიან საინტერესოა, წაკითხული მაქვს და კარგია რა. ხომ არ გაქვს? კიდეც რომ ათხოვო. მე პრინციპში თითქოს უკვე მთელი წიგნი აკამორჩილაძის გადაცემი და გავიგე, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხავ. გათხოვებ, კი. მადლობა. კიდევ ორი ქულა შემატა გორის დილამ თავის მონაგარს და ანგარიში გახდა 15-0. შემდეგი შეკითხვა. ეს სპეციალისტი მეორე ხორვატი მწვრთნელია ივო შუშაკის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავა. ისმენთ? პეტერ სეკრტი. პეტერ სეკრტი. თეთრი დროშა არა გვაქვს. ჯერ კიდევ არის სხვათაშორის შანსი, იმიტომ რომ ისეთ დიდი ტურია, სადაც ბევრი ქულის აბოქაჩვა შეიძლება 17-0 ანგარიში. შემდეგი შეკითხვა. საქართველოს სუპერთასის პირველ სამ ფინალში მხოლოდ თბილისის და ბათუმის დინამოებმა ითამაშეს. შემდეგ კი ამ გუნდის ჯერის დადგა. დღეს ის მეორე ყველაზე წარმატებული კლუბია სუპერთასზე, ისევ გორის დილამ დაასწრო. ტორპედო. ტორპედოს სწორი პასუხია, კი ბატონო, და 19-0 ანგარიში. ქართული ტურის ამით ამოუწურეთ და დადგა ბოლო ტურის ქალაქობანას დრო. მეგობრებო, ეს არის ახალი ტური ჩვენს თამაში. ქალაქობანა, მოკლედ, ყველამ ვიცით, ყველას გვითამაში ალბათ ეს თამაში. ჩვენთან მონიტორზე გამოვა რომელიმე 100 და თქვენ გაქვთ 5 კატეგორია ფურცლებზე. ეს არის ქვეყანა, ანუ იგივე ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. და შესაბამისად ამ 100-ზე დაწყებული ყველა ეს კატეგორია უნდა ჩამოწეროთ, ოღონდ ფეხბურთელებსაც შეეხება გვარი უნდა იწყებოდეს ამ 100-ზე. ეს უნდა გავითვალისწინოთ. მაშინ ასე თუ შეიძლება დავატრიალოთ და რომელიც ადრე დაამთავრებს, სტოპ უნდა დაიძახოს და შევჩერდეთ. ასობგერა ფ. ფ-ზე ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ნახოთ, რომელი გუნდი იქნება უფრო სხარტი. სტოპ. ვინ არის ეგ? ორს კარ ნახობდა, მე მესმოდა. ჩაიცვლებოდა ეს თეოლა. როგორ არ ჩაიცვლებოდა? თეოლა ბრაზილიის ნაკრების თეოლა, რა თქმა უნდა, სწორი იქნება. მე ქართველი მწვრთნელი მეგონა, უნდა დაგვეწერა. მეთქი თეოლა. არა, მე გითხარი თავიდან მწვრთნელი ნებისმიერი შეიძლება. მიმაპატი. ვაჩვენოთ თუ შეიძლება მონიტორზე, მონიტორებს, ისა კამერებს უბრალოდ ვაჩვენოთ ჩვენი პასუხები, რომ რამე კალთაბანდობას არ გქონდეს მე ადგილი და დავიწყოთ. კი ბატონო, ნაკრები, ფინეთი. თითო ქულა ორივე გუნდს 21 ანგარიში. კლუბი, ფენერბახჩე. ფლუმინენსე. 2 ქულა 22-ით 3 ანგარიში. უცხოელი ფეხბურთელი. ფრედი. ფოე. კი ბატონო, 2 ქულა ისევ, ესე იგი 24-ით 5 ანგარიში. ქართველი ფეხბურთელი. ფანცულაი. ფიფია. კი ბატონო, 26-ით 7 ანგარიში და მწვრთნელი. ფერდინანდ ფელდჰოფერი, დინამოს მწვრთნელი. მიმაპატი. და ფეოლა არ ჩაუწერეს აგერ. ფეოლა მეთქი ვინ არის ფეოლა. კი ბატონო, 29-ით 7-ია. ფეოლა ის ზამან ფილმი. მეთქი რა ფეოლა. 29-ით 7 ანგარიში და შემდეგი ტური ქალაქობანასი. ამ შემთხვევაში მეგობრებო, კიდევ ერთხელ ამოვა 100, ოღონდ უკვე კითხვებს მე ვსვავ, თქვენით აღარ წერთ და ამ კითხვებზე უნდა უპასუხოთ. რა თქმა უნდა, ყველა პასუხი ისევ და ისევ ერთ და იგივე 100-ზე იწყება. თუ შეიძლება, დავატრიალოთ და ვნახოთ რა 100 ამოვა. 100 ბგერა. აბა დავიწყოთ. ქვეყანა, ანუ ნაკრები. საფეხბურთო ომად წოდებული. არა, ეგ არა. ქვეყანა უნდა დავაჭრო. არა, უნდა დაწეროთ. მე ვკითხულობ კითხვას. საფეხბურთო ომად წოდებული ომი სალვადორსა და ამ ქვეყანას შორის მოხდა. საფეხბურთო ომად წოდებული ომი სალვადორსა და ამ ქვეყანას შორის მოხდა. კლუბი. მიუხედავად ძალიან კარგი თამაშისა, თბილისის ამერი ამ გერმანულ კლუბთან ევროთასებიდან მაინც გავარდა.
მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან კარგად თამაშეს, ამერი მაინც გავარდა ევროთასებიდან ამ გერმანულ კლუბთან. უცხოელი ფეხბურთელი. ამ გერმანელმა ბაიერნით ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო. ლივერპულთან ერთად კი 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა. გერმანელი, რომელმაც ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა ბაიერნთან ერთად და მერე ლივერპულთან ერთად 2005 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ქართველი ფეხბურთელი. ამ ფეხბურთელს გერმანული გვარი აქვს, მაგრამ ქართველი დედის წყალობით საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა. ამ ფეხბურთელს გერმანული გვარი აქვს, მაგრამ ქართველი დედის წყალობით საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა. სამწვრთნელი. ეს ინგლისელი სათამაშო კარიერით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სამწვრთნელო კარიერა თითქმის 50 წელს ითვლის. კლუბებთან ერთად შვეიცარიის, ფინეთის და ინგლისის ნაკრებიც გაუწვრთნია. ინგლისელი, რომელიც დიდად სათამაშო კარიერით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თითქმის 50 წლიანი სამწვრთნელო კარიერა აქვს შვეიცარიის, ფინეთის და ინგლისის ნაკრებს ასრულებდა უამრავ კლუბთან ერთად. დავასრულეთ და დავიწყოთ, მოკლედ ვაჩვენოთ თუ შეიძლება პირველ რიგში კამერებს, დავწერეთ 29-7 იყო ანგარიში თუ არ ვცდები. 29-7, ხო და კი ბატონო, მადლობა დავიწყოთ. ქვეყანა საფეხბურთო სალვადორსა და რომელ ქვეყანაში? ჰონდურასი. სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, 30-8 არის ანგარიში. კლუბი, რომელთანაც სამწუხაროდ ამერი გავარდა, ჰერტა. სწორი პასუხია 31-9. უცხოელი ფეხბურთელი, რომელმაც ბაიერნით მოიგო და მე ვერა, თქვენ ვერა? დიტი ჰამანი, რა თქმა უნდა, დიტი ჰამანი სწორი პასუხია და 34-9, ხო? ქართველი ფეხბურთელი, დედით ქართველი, რომელმაც ნაკრებში ლუკას ჰუფნაგელი ვერ გაიხსენეთ, ხო? მესმოდა რომ გვარს ვერ ვიხსენებ, ხო? კი ბატონო. ესე იგი 37-9 დამწვრთნელი, რომელიც შვეიცარიის, ფინეთის და ინგლისის ნაკრებს წვიდა და უამრავ კლუბს კიდე. ჰოჯსონი არის სწორი პასუხი. 40-9 არის ანგარიში. და ბოლო ტური მეგობრებო, სადაც 100-ს აღარ გეუბნებით რა 100 ამოვა. მე უბრალოდ სვავ კითხავს, იცოდეს რომ ყველა პასუხი ისევ და ისევ ერთი და იგივე 100-ზე არის. მაშასე ქვეყანა. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში სწორედ ამ ნაკრებთან მოგებით გააგრძელა. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში სწორედ ამ ნაკრებთან მოგებით გააგრძელა. ეს ინგლისური კლუბი უფრო წარმატებული 21 საუკუნეშია, როცა ქვეყნის ჩემპიონატი 5ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი 2ჯერ მოიგო. ეს ინგლისური კლუბი უფრო წარმატებული 21 საუკუნეშია, ვიდრე მე-20-ში. როცა ქვეყნის ჩემპიონატი 5ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი 2ჯერ მოიგო. უცხოელი ფეხბურთელი. ეს პარაგვაელი საკმაო რაოდენობის გოლებს იტანდა, თუმცა მინდორზე ეს მისი კონკრეტული საქმე სულაც არ იყო. ეს პარაგვაელი საკმაო რაოდენობის გოლებს იტანდა, თუმცა მინდორზე ეს მისი კონკრეტული საქმე სულაც არ იყო. შემდეგი შეკითხვა. ქართველი ფეხბურთელი, ეს ქართველი ევროპის პირველი ჩემპიონია. სამწვრთნელი. ამ მწვრთნელმა კი საქართველოს ნაკრები ჩვენთვის პირველ ოფიციალურ შესარჩევ ეტაპზე ათამაშა. მაშასე დავასრულეთ და ვაჩვენოთ თუ შეიძლება. კარგი, აბა დავიწყოთ, ესე იგი, მივყვეთ. მე მგონი ჩვენ არასწორად გვიწერია. არასწორად გვიწერეთ, მე მგონი პირველი და იმიტომ მე გაიჭედეთ, პორტუგალია. არა, ნახე, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში სწორედ ამ ნაკრებთან მოგებით გააგრძელა. საბერძნეთი ხო იყო? არა, ჩეხეთს მოუგე 4-1. სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის მერე. მაშინ არასწორად გვიწერია. თავადით ფინალურ ეტაპზე. არა, ნახე, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში სწორედ ევროპის ჩემპიონატში მერე გააგრძელა. ფინალურ ეტაპზე რო გავედით. კარგი, პასუხები რა გიწერიათ? ჩვენ პასუხებს არ აქვს სხვაგან. თქვენ რა გეწერათ? ჩვენ გვეწერია პორტუგალი, იმიტომ ვიფიქრეთ რომ ევროპის ჩემპიონი. კი ბატონო, სწორი პასუხი არის და მე შესაბამისად ხო, გასაგები და მე მაგიტომ მივხვდი რომ გაიჭერეთ, იმიტომ რომ მე 100 რომ მე მეთქი საბერძნეთი არის თქო და ლოგიკურად სიტი და მე ჩელსი და ხო და აი მან გაიჭედეთ უკვე. ანუ 49 იყო ანგარიში, ავტორი 53. ანუ თქვენ არც ერთი პასუხი არ გიწერიათ. არა, მაშინ თქვენ ქულებს დავისვით. მარტო ანუ ჩეხეთის სწორი პასუხია კლუბი, რომელიც 21 საუკუნეში უფრო წარმატებულია და ჩემპიონთა ლიგა 2ჯერ მოიგო ჩელსი. უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც საკმაო რაოდენობის გოლები გაქონდა, მაგრამ სულაც არ იყო ეს მისი პირდაპირ მოვალეობა.
ჩილავერტი. სწორი პასუხია. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პირველი ევროპის ჩემპიონია. გივი ჩოხელი. ჩოხელი სწორი პასუხია და წვრილი, რომელმაც პირველ ოფიციალურ შესახებ ალექსანდრე ჩივაძე. ჩივაძე სწორი პასუხი. ანუ 15 ქულა თქვენ დაგებადათ 55-ით 9 ანგარიში. გილოცავთ რა თქმა უნდა პირველ გამარჯვებას ამ თამაშში. გაგრას ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. თავიდან რაღაც აი ისე იყო, რამდენჯერმე დაგასტრეს, რამდენჯერმე არასწორად წავიდა და მე უკვე რაღაც თითქოს გათხოვა ფსიქოლოგიურად. უსურვებს წარმატებას აუცილებლად და იმედი გვაქვს რომ მოიგებენ და საათგანად გვექნება რომ ამათთან წავაგეთ რა და ეხლა წინაზე ფინალისტებთან წავაგეთ. ძლიერი გუნდი, ნამდვილად ძალიან ძლიერი გუნდია. თქვენ წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა. იმედი მაქვს რომ შემდეგ სეზონში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის და რა თქმა უნდა ბრწყინვალე თამაშისთვის თითქმის მე მგონი საერთოდ კითხვა არ გაგიმაზავთ ყველა კითხვაზე უპასუხეთ მე მგონი რა თქმა უნდა შესანიშნავი თამაშისთვის ძალიან დიდი მადლობა ოჩაღები ხართ წარმატებას გისურვებთ შემდეგ თამაშებში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი პროექტის წამდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio ჩვენი გამარჯვებული კი გაემგზავრება ივნისში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საქომაგოდ. მე ამით გემშვიდობებით და შევხვდებით უკვე ძალიან მალე დაახლოებით ერთ კვირაში შემდეგი თამაშით. კარგად ბრძანდებოდეთ.